ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მივესალმები თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში ქალბატონ შერაზ გასრის, მივესალმები საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს და რა თქმა უნდა მივესალმები ჩვენს პარა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, ექიმებს და გულშემატკივარს. ჩვენ რთული და გრძელი გზა გავიარეთ, სანამ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის დაკომპლექტდებოდა. და გვაქვს ისტორიული შედეგი. პირველად, სპორტის 6 სახეობაში მოვიპოვეთ ლიცენზიები და პარიზში 14 პარასპორტსმენი გვიასპარეზეთ. პარასპორტსმენებს აქვთ ორმაგი მისია. იბრძოლონ უმაღლესი სპორტული შედეგებისთვის და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. პარალიმპიური თამაშები არის საუკეთესო პლატფორმა ცვლილებებისთვის და მე მჯერა ჩვენ ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. ვინაიდან თითოეული პარასპორტსმენი ამ გამარჯვებამდე მივიდა ძალიან რთული და დიდი კონკურენციის ფონზე, თქვენ ბევრმა შეძელით შეუძლებელი დაწერეთ გამარჯვების შთამბეჭდავი ისტორიები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საქართველოს, ჩვენ სამშობლოს კიდევ ერთხელ ასახელებთ. ცხადია, ქვეყანაში პარალიმპიური მოძრაობა ვერ განვითარდება სახელმწიფოს ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერის გარეშე და მე მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ზრუნავს პარასპორტსმენების განვითარებაზე, მათთვის ღირსეული სავარჯიშო პირობების შექმნაზე, მათი შრომის დაფასებაზე და უზრუნველყოფს უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებში მათ შეუფერხებელ და რეგულარულ მონაწილეობას. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად. დღეს ქართველი ოლიმპიელები იცავენ ქვეყნის ღირსებას პარიზში და სულ მალე მათგან ესტაფეტას ჩვენ პარასპორტსმენები გადმოვიბარეთ. ჩვენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აგვიჟღერებია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, შემდეგი პარიზი იქნება. ახლა კი მინდა სცენაზე დავპატიჟო ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით პარლამენტის თავმჯდომარეს და ქალაქის მერს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძვირფას სტუმრებს და რასთავარია. მოგესალმებით ჩვენი პარალიმპიური ნაკრების წევრებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ასევე ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს. ჩემს ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და დიდი პატივია რომ დღეს შემიძლია წარმატებები გისურვოთ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი მისია აქვთ და წილად პარიზის პარალიმპიადაზე თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართული ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს. ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენი შრომით, თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და თქვენ შეძლებთ შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები გადალახეთ, რომელიც შეიძლება ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერები, თქვენი ნებისყოფით ყველა საჩვენეთ, რომ შეუძლებელი არის არაფერია და საბოლოო ჯამში ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. თქვენ შესაბამისად უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარალიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება ეს პარალიმპიური თამაშები ჩვენი ნაკრებისთვის. მე მინდა თქვენ წარმატებები კიდევ ერთხელ გისურვოთ, რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის მზერა იქნება მიმართული პარიზისკენ და თქვენი ასპარეზობისკენ. თქვენ იცით, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ზოგადად დაეხმაროს ქართულ სპორტს, მათ შორის პარალიმპიურ სახეობებს. 2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ 3 სპორტსმენი ყავდა, თანათანობით ვითარდება პარალიმპიური სახეობები და დღეისათვის პარალიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზეს 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ეს, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი იქნება წარმოდგენილი, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი. სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ ჩვენ
გავეცით დაპირება ჩვენ ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ოქროს მედალზე არის დაწესებული მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის. 9 მილიონი არის ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250,000 ლარი არის დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზე ჩვენი წარმატებისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ გესურვოთ ძალიან დიდი წარმატებები, კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ ჩვენი მზერა თავიდან ბოლომდე თქვენგან იქნება მოპრობილი და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული დაგვიბრუნდებით თბილისში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო და ახლა სცენაზე ვთხოვთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები თბილისის მერს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, წევრებს, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. დღეს ჩვენ განსაკუთრებით აღნიშნავს მათ შრომის მოყვარეობას, მიზანდასახულობას და გამძლეობას, რომელიც მათ გამოაჩინეს ამ ძალიან პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება, ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი. თითოეულ თქვენგანი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, არამედ მრავალ ადამიანს, რომლებიც აღფრთოვანებული არიან თქვენი უნარებითა და სპორტული სიმართლით. თქვენ უმკლავდებით ბარიერებს, ამსხვრევთ სტერეოტიპებს და თქვენი მოტივაციით, შემართებით და მონდომებით ამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი ისტორიები გვაჩვენებს თუ რას ნიშნავს სპორტული სული და გაუტეხელი ნებისყოფა. გახსოვდეთ, რომ თქვენ ინკლუზიურობისა და მედეგობის ელჩები ხართ და თქვენი მიღწევების შესახებ ხმა მნიშვნელოვნად გასცდება შეჯიბრების ადგილს. გახსოვდეთ, რომ თქვენ თითოეული წარმატებული მომენტი დიდი შრომისა და თქვენი ოჯახების, მწვრთნელების და საზოგადოების მხარდაჭერის დადასტურებაა. მადლობას გიხდით სპორტული ჟინისთვის და სამაგალითო ბრძოლის უნარიანობისთვის. ამაყად და თავდაჯებულად გაეგზავრეთ პარიზში. თქვენ მთელი ქვეყანა გულშემატკივრობთ, ჯერა თქვენი, ვამაყობთ თქვენი, გისურვებთ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ მედლებით დეკორირებული დაბრუნდებით საქართველოში. დიდი მადლობა ბატონო შალვა და ახლა სცენაზე ვთხოვთ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონო ელჩო, მივესალმები ასევე მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, რა თქმა უნდა ჩვენ საამაყო სპორტსმენებს. მე მინდა მილოცვით დავიწყო, რადგან გუშინ პირველი მედალი მოვიპოვეთ, ტატო გრიგალაშვილს მინდა მიულოცო, ნამდვილად საამაყოა. რა თქმა უნდა სურვილი იყო, რომ ფინალში მას მოეგო, ოქროს მედლით დაბრუნებული იყო, მაგრამ არა უშავს. სპორტში ყველაფერი ხდება. მე მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს. აქ უკვე ითქვა, რომ 6 სახეობაში 14 სპორტსმენი წარდგება, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევაა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი მიმართულებით მივახცევთ გამარჯვებას. მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზოგადად სპორტის მიმართულებით. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, თუმცა მინდა ერთი რამ გაგიზიაროთ, დაგკვირდეთ, რომ ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით, სპორტსმენების გვერდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი დარბაზი აშენდეს, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი იყოს წარმატებული. შემთხვევით არ არის ის წარმატებები, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვიპოვეთ სხვადასხვა მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, თქვენს შეძლებთ ქართველი ხალხის, ქართველი გულშემატკივარის გახარებას. მინდა წარმატებები გისურვოთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს ფარული. წარმატებები. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდით საქართველოს პარა